2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის დროს დაზარალებულ 42 ოჯახს საცხოვრებელი ფართის სიმბოლურ ფასად ერთკლარად გადაეცათ. ამ ოჯახებს სახელმწიფოსგან საცხოვრებელი ფართი და ფულადი კომპენსაცია წლების განმავლობაში არ მიუღიათ. მთავრობა პირობას დებს, რომ სტოლთა სამინისტრო ყველა ასეთ ოჯახის მდგომარეობას შეისწავლის და საცხოვრებელი ფართებით ეტაპობრივად დააკმაყოფილებს. სოფელ ქურთიდან დევნილი ხაჭაპურიძეების ოჯახი ერთ-ერთია, რომელსაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საცხოვრებელი ფართი და ფულადი კომპენსაცია არ მიუღია. 5-სულიანი ოჯახი 4 წლის განმავლობაში გორში, ქირით უმძიმეს მდგომარეობაში ცხოვრობდა. რამდენიმე დღის წინ შეიტყვეს, რომ საკუთარი სახლი ექნებათ. ძალიან მოხარული ვარ. აგერა 4 წელია ესე უბინაოთ. 3-ჯერ გამოვიცვალეთ ბინა, ჯერ ჰოსპიტალში ვიყავ. მე აქ წამოვიყვანეს გორში, ეხლა ემბოლო დროს აი ნათესავის სახლში ვარ, იზნში ვიყავით. ცოტა ოდნავ მოთმება თუ არა, რა თქმა უნდა წავალთ და ვიცხოვრებთ იმ ახალ ბინაში. დიდი მადლობა ჩვენ ახალ მთავრობაზე. ხაჭაპურიძეების მსგავსად გორის მეშვიდე საბავშვო ბაღის შენობაში საცხოვრებელი ფართი 41 დევნილ ოჯახს გადაეცა. შენობის სარემონტო სამუშაოები 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბინების გასაღები დევნილ ოჯახებს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა თავად გადასცა. ძალიან ცუდ პირობებში ცხოვრობდით, რომ გაუსაძლისი იყო, უკვე აღარ შემეძლო. დაწვეთ ბინა როგორ იქნებოდა, ხო კარგად იცით, ძალიან ცუდად ვიყავით. მე კი არა ცუღილა დევნის, ვისაც ეხლა მიეცა. გორში 2 ობიექტი გავხსენით ჩვენ, 42 ოჯახი, ესე იგი დაკმაყოფილდა ბინით, რომელიც მათ გადაეცემათ სამუდამო საკუთრებაში და აღარასდროს აღარ ექნებათ ის პრობლემა. დარახველიძესთან შეხვედრაზე ის ოჯახებიც მივიდნენ, რომლებიც საცხოვრებელი ფართით ამ ეტაპზე ვერ დაკმაყოფილდნენ. დევნილები მინისტრისგან დახმარებას ითხოვენ. გაუსაძლო მდგომარეობაში ვართ, დამწვარი ბაღის შენობაში ვართ, მე-12 ბაღში ვართ, სადაც იატაკიც არ არის ნორმალურ პირობებში, არც ჭერი, არც კედელი, ფანჯარაც არ არსებობს. დარახველიძე დევნილებს დაჰპირდა, რომ უახლოეს მომავალში მათ საყოფაცხოვრებო პირობებს სამინისტრო შეისწავლის და საცხოვრებელი ფართით ეტაპობრივად ყველა ოჯახი დაკმაყოფილდება.